Hi. არანაირად არ გეგონათ, რომ ეს ვიდეო იქნება რამე საინტერესო. ან გაიმზადეთ ჩემთან ერთად, ან გააკეთეთ რაღაც ჩემთან ერთად, ან გააკეთეთ ეს, ან გააკეთეთ ის. არა. ეს ვიდეო იქნება სრულად ჩემს წუწუნზე. უნდა გეწუწუნოთ. იმიტომ რომ ხანდახან მგონია, რომ დედამიწა მრგვალი არ არის და გვატყუებენ. აი ესე. ახლა შეიძლება ვიღაცას ეგონოს, რომ გარიკილი აქვს ამას, მაგრამ რა ვიცით? მე რა გავფრინდი და დავინახე ზემოდან? მაგრამ იცოდით რომ იაპონიაში ეს ამოხრა კარგი საქციელი რო არის? აი ესე რომ ესე როქნა შეიძლება გკითხონ რომ რა მითხარ უკმაყოფილო? რამე პრობლემა გაქვს? რავი ჩვენთან საქართველოში ხო ჩვეულებრივი მოვლენა ამოხნეშა. და მეც ამოვიხონეშებ ხოლმე და აი მე ხო კარგად ხარ. რამე მეტყობა რა ცუდად ვარ და ვხრიალებ უნდა დავეცე? არა, ძალიან კარგად ვარ. დღეს რაზე გეწუწუნოთ ისიც დამავიწყდა. წეღან ვფიქრობდი რაზე უნდა მეწუწუნა და დამავიწყდა. აუ ბავშვობაში ნალექიან ყავას რო ვსვავდით ხოლმე და ნალექს რო ვტლიკავდით. ვინმე იყავით ეგეთი? და ეს რა გაიცინეთ და შავი რო ქნა ხოლმე კბილები. მახსენდება ხოლმე ნოსტალგიებში გადავართ. ეხა ნოსტალგიურად უნდა გეწუწუნოთ. კიდე ხანდახან კაცო მგონია ხოლმე რომ რატო ვარ აქ? აი რატო ვარ იაპონიაში? რატო? სად უნდა ვიყო ეგეც არ ვიცი, მაგრამ რატო ვარ აქ? ხანდახან ძალიან მიყვარს ეს ქვეყანა. ხანდახან ძალიან მადეპრესიებს. თან რა შორს არის კაცო საქართველოში? რომ მოგინდეს წასვლა მთელი 2 დღე უნდა იყოს რაღაც გამოკვეტებული გზაში, რომ მიაღწიო საქართველომდე. რა არის ესო? კიდე ვინც ინსტაგრამზე მიყურებს და უყურებთ ჩემს ბოდიალას თორებს, გეცოდინებათ, რომ ის ვარ რა ქვია. ძალიან აბდაუბდა ცხოვრებით ვცხოვრობ, ქაოსური ცხოვრებით. ძალიან ქაოსური ცხოვრებით ვცხოვრობ. კი მომწონს ეს ქაოტიკა. მაგრამ ხანდახან მინდა ხოლმე რა ეს წამოვგორდე და არაფერი არ მქონდეს საფიქრალი. აი ესე. და ჩავჯდე ჩემს პრაივეტ ჯეტში, ამოვქოქო და გავშლიგინდე თბილისში. მე მივხვდი რაც მჭირს. მე როცა წელიწადში ერთხელ ჩავდივარ ხოლმე საქართველოში, ცოტა სტაბილური მდგომარეობა მაქვს ხოლმე და როცა ერთ წელს ჩამივარდება ხოლმე და 2 წელში ერთხელ მივდივარ, აი მაშინ, ესე ვიყავი ერთი რამოდენიმე წლის წინაც, რომ ვერ წავედი. აი კორონის პერიოდში რომ ვერ წავედი. აჰა. აი მე მივხვდი რაში არის საქმე. ეხლა 20 წუთში უნდა გავიდე სახლიდან. და 20 წუთიანი ვიდეო არ იქნება, არ გეგონოთ. ხა მაგდენს კი არ გეწუწუნებით. დაახლოებით 15 წუთს გეწუწუნებით. Japanese joke იყო ხა ეს. 20 წუთში უნდა გავიდეო და 15 წუთი დაგელაპარაკებიო. რაღაც მიდიხარ მაშინ, სიკეთური. ისე იაპონელები ამბობენ ხოლმე რომ American jokes-ო ვერ ვიგებთო და 10 წელია ვცხოვრობ და ხანდახან მგონია რომ რატო იცინიან ესეთ რაღაცნაირ ჯოუქებზე. აი მკვახე ჯოუქები რო არის, ხო იცით? აი ეგეთი ჯოუქები აქვთ, აი. ეს ჯოუქები რა არის, ხუმრობები. რაღაცნაირი ამდე მე მგონი ამინდმა იმოქმედა ჩემზე. იაპონიაში ჩამოვედი ძალიან ბევრ ბრინჯს ვჭამ. და ხო იცი რას მეუბნებიან ხოლმე? სახით იაპონელს დაემსგავსეო. რანაირად შეიძლება იაპონიაში იცხოვრო და დნმ შეგეცვალოს. რანაირად შეიძლება და აი რანაირად რა პლასტიკური რა არის? პლასტიკური ქირურგია ჩავიტარე თუ რა ვერ გავიგე. ეს მეუბნებიან ხოლმე ძალიან. საქართველოში ჩამოდიოდი ხოლმე. იაპონელების მეუბნებიან ხოლმე რაღაცა იაპონელის დაემსგავსე. რანაირად? რითი? ცხვირით? თუ რითი დავემსგავსე იაპონელს? ოღონდ ამ ბოლო დროს ვარ ხოლმე ბედნიერი. ანუ კი ვწუწუნებ. მაგრამ რაღაცნაირად თითქოს ემოციურად დალაგებული ვარ. ანუ აღშფოთებული კი ვარ. მაგრამ დალაგებული ვარ. დალაგებული ვარ. გუშინ რომ მოდიოდი სახში ის იყო რა ქვია ძალიან ბევრი ვარსკვლავი იყო ცაზე რა და 3 ვარსკვლავი იყო ვერ გადავიღე სურათი ვერანაირად იმიტომ რომ iPhone-ის კამერა ხო ვიცით ყველამ რა დღეშია ახლოს რომ მოგაქვს და ყველაფერი რაღაცნაირად რო ჩანს ხო და მოვიყვანე ეს კამერა ახლოს კი არ და რას ვამბობდი ხო ეს ვარსკვლავები შევხედე რა ამ ვარსკვლავებს და აი 3 ცალი ვარსკვლავი იყო ესე წერტილ ეს 3 ცალი რა ერთი და იგივე დაშორებით და ავღელდი მე ვთქვი ვაიმე ეს რა არის თქო იმიტომ რომ ცადა ვარსკვლავი ძალიან მიყვარს
და ვერ დავადგი საშუალება, რომ ბოენქიო. ჭუჭრუტანა. ვარსკვლავს უჭუჭრუტანებ, ეგ ვიყიდო. იმიტომ რომ კარგი სყიდვა მინდა და კარგი ღირს ის რა ქვია, მთელი ჩემი 5 წლის ხელფასი. ვიღაცა მომწერა. ჩემი დედა იქნება. ой, ჩემი მამა ყოფილა. ისე მე რომ დაძმამ ყოლოდა, ალბათ ის რაღაცნაირი ნერვიულა არ ვიქნებოდი, იმიტომ რომ ძალიან რაღაც ნერვიულობ. შეიძლება გეგონოთ რომ არაფერზე არ ნერვიულობ, მაგრამ იმდენ აი ამ 6 წუთია ვიწერ ვიდეოს, ხო? 6 წუთში რამდენი რაღაცაზე ვილაპარაკე, ხო ხვდებით? იმაზეც კი ნერვიულობ, რომ ვაიმე დედამიწა მგვალი რო არ იყოს. შენ კიდე იმაზე ვინერვიულე, რომ ზღვიდან პლანქტონები გაქრნენ და ეს მოლუსკები და რაღაცების რაოდენობა ძალიან შეცოტავდა, იმიტომ რომ საჭმელი აღარ აქვთ. და ვინერვიულე განა იმაზე, რომ ვაიმე მოლუსკები აღარ იქნება, ვინერვიულე იმაზე, რომ მოლუსკების სუპს ვეღარ შევჭამ, თუ გაქრებიან. ჰე. აუ მე მგონი კარგად გეჭერავეთ, ხო? წინა კამერით რო ვიღებ ხოლმე სურათს. აი რაღაცნაირი არაპროპორციული სახე მაქვს. ხო და მე მივხვდი რატომ აქვს არაპროპორციული სახე. იმიტომ რომ ცოტა მორიდება. იმიტომ რომ აი აქეთა სახეს უფრო ვხმარობ, ვიდრე აქეთა სახეს. ანუ ლაპარაკის დროსაც ხომ მატყობთ, რომ აი ტუჩები აქეთ გამირბის ეს რაღაცნაირად. გამირბის რა ვაქცუნებ. ხო ხედავთ. და აქეთა ლოყა უფრო დიდი მაქვს, ვიდრე აქეთა. და აქეთ რომ ხაჩავს ხოლმე, სულ აქეთა მხარეს მკიდია, ჩანთა რომ ბალანსი გაუკეთო. ავდგე წავიდე გავემზადო რა. 10 წუთი აკლია უკვე. ой, ახალი კამერა მოვიგე. გახსოვთ ინსტაგრამზე რომ დავდე რაღაცა სტორი. გაგინდათ გაგიზიაროთ მეთქი რომ თავი რო ვერ დავადგი, ეგ კამერა. აუ იცით როგორ სურათებს იღებს? აი შეიძლება გაგიჟდეთ. კაი. მორჩი. ჭრობა, სწორე, იმაზე მეთხანს გამიგზელდა ეს წუწუნი, ვიდრე ვაპირებდი. და ეხლა თუ მე ჩავირთე, ვერ გამაჩერებს მამაზე ციერი რო ჩამოვიდეს. კიდე კაი სუპი გავაკეთე და წეღავ ჭამე. ჩემი დიეტა კიდე კარგად მიდის. 3 კილო დავიკელი უკვე. ოღონდ არ ოღონდ არ ვშიმშილობ. ჭამ, ღამე არ ვჭამ. და კუჭი დამეპატარავ და მე მგონი, იმიტომ რომ ცოტა ბევრს რო შევჭამ, რაღაცნაირად მტკივა ხოლმე. და კუჭი ხო ელასტიურია და რო არ გაიწელოს, ცოტას ვჭამ ხოლმე. ეხლა თქვენ გონიათ, რომ ეს დებილი ლაპარაკია და დებილი საუბარია და რეებს ბოდიალობსო, არა. გაგიზიარეთ მე ჩემი დარდები, რაც მქონდა. კიდე აი ეგ უკან ყვავილი რო არის, აი ეს ორი ღინღილა, აი ეს. ამაზე ვნერვიულობ, ძალიან გაფურჩქნული იყო და აგვისტოში ამ სახლში რო არ ვიყავი, სქელი ფარდები იყო ჩამოფარებული და მზე არ შემოდიოდა და რაღაცნაირად ეწყინა მე მგონი და მოუხმა გარეთა ფურცლები და ისინი მოვაჭერი და ეხა ესია ღინღილა, არ ამოსდის ფოთლები. მაგრამ არ გახმა. ანუ სულ ბოლომდე არ გახმა, წყალს უსხავ და მზეც ურტყამს ხოლმე ზოგჯერ. წავედი მე აბა თქვენ იცით გაკოცეთ. კიდე მოვალ და კიდე გეჭორავებით, ხო? თუ გეწუწუნებით. ხო ძალიან ბევრი ინფორმაცია მიიღეთ ამ ვიდეოდან. ვიცი. აბა ჰე, ბაი.